სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, თუმცა მას შემდეგ, რაც Freedom House-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თბილისთან ურთიერთობები პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე არ უნდა გადატვირთოს, გაჩნდა კითხვა, რამდენად რეალისტურია ხელისუფლების მოლოდინები. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს იძლევა და პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მართულ გუნდში ასევე კრიტიკით პასუხობენ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებებსაც. უილსონი, რომელიც ჩინეთის გავლენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორია, ანაკლიის სპორტის პროექტში ჩინური კომპანიის მონაწილეობას აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძე კი sapasუხოდ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავად თანამშრომლობს ჩინეთთან და ამიტომ საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა. ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ხავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან, ისინი იღებენ ერთ და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ Deep States. თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს. ურთიერთობები არის, ურთიერთობების აღდგენილი, ერთ-ერთი რაც შეიძლება ვეძიოთ და ვარკვიოთ, არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას თუ შევძლოთ კონკრეტული დღესასრიგით. თუ ვერ შევძლებთ, ჩვენც არაერთხელ ვახსენეთ, ხო, რომ ერთგვარი საზომი ეს იქნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და სწორედ ამით განიზომება, რამდენად ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არის თავისუფალი არაფორმალური გავლენებისგან. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. სახელმწიფო გუნდის ოპონენტების შეფასებით ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს დამატებით კითხვებს გაუჩენს და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენას გაართულებს. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი არარეალისტურია და მმართველი გუნდის ოპტიმისტური განცხადებები რეალურ საფუძველს მოკლებულია. გადატვირთვის ურთიერთობის სურვილი არსებობს, მაგრამ ამისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ. პირდაპირ და ძალიან გასაგებად ითქვა ეს. ქართული ოცნება კი პირიქით ცდილობს, რომ ამის საპასუხოდ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, ჩინეთი და ირანი გამოაცხადოს სტრატეგიულ პარტნიორებად და მათთან გააფორმოს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები. ეს არის პირდაპირ სიგნალი, რომ ერთადერთი ვინც სიტუაციის ნორმალიზებას ამ ქვეყანაში ხელს უშლის, არის ქართული ოცნება. შეუძლებელია იმ ორი პოლუსის შენარჩუნება და სტრატეგიული თანამშრომლობა, რასაც ივანიშვილი ცდილობს. უბრალოდ ცხადია, რომ ივანიშვილს არ უნდა დასავლეთთან თანამშრომლობა, შეუძლებელია გინდოდეს თანამშრომლობა დასავლურ სამყაროთან, შტატებთან და ევროკავშირთან და პარალელურად ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებდე პოლიტპატიმრები თუ სხვა ასე ვთქვათ რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ზღუდავს კონსტიტუციის განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბუნებრივია ძალიან მცირეც ფაქტურად არ ტოვებს შესაძლებლობას იმისას, რომ მოხდეს ურთიერთობის გადატვირთვა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან. ექსპერტების ნაწილს მიაჩნიათ, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი ადრეა. მიაჩნიათ, რომ ურთიერთობების დაახლოებისთვის ქართული ოცნების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. კერძოდ უნდა შესრულდეს ყველა ის პირობა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს. ექსპერტები სვავენ კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა რეალურად გადაიდურთოს. ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველოში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებების დაცვა და საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილ იქნეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ჩინეთს არავითარ მოთხოვნად და პრეტენზიები არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვთქვათ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ამიტომაც ურჩევნია თქვათ საქართველოს მმართველს, რომ ჩინეთზე უფრო იყოს ორიენტაცია, ვიდრე დასავლეთზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ ნიშნულზე დგას. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ პეკინთან გაღრმავებული პარტნიორობის პარალელურად ოფიციალურ ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის რეალური პერსპექტივა არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 9 ივნისს კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს.